მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 6 მაისია. ეხლა არის საღამოს 10 საათია უკვე. ვიდეოს რომელსაც ეხლა ნახავთ, ფეხის დღე მქონდა დღეს. და ბევრს ფიქრობდი გადამეღო თუ არა საერთოდ. ხოდა იმიტომ რომ იქ ნორმალურად ვერ ვარჩევდი. ხალხი იქნებოდა, ხალხის ხმაური და ასე შემდეგ რა. თუმცა როდესაც დღეს ხმადელ დღეს ვსაუბრო, როდესაც დავინახე გამომწერების რაოდენობა 20 მომემატა თუ რაღაც მაგდაგვარი, აი ისე გამიხარდა რომ არ ვიცი რა, სიტყვებს ვერ პოულობ. მადლობას გადაგიხდით ყველას, მადლობა მინდა გითხრათ ყველას იმისთვის რომ ამას აკეთებთ უბრალოდ რა და არ დაგეზარათ და არ ჩათვალეთ რომ ეს ვაფშე ვინაო რა ჩემზე და როცა შეგეძლოთ მარტივად და გაგეტარებინათ ვიდეო რომ დაალაიქეთ და კომენტარებს რომ იწერთ ეგ საერთოდ რა მადლობა მაგისთვის ძალიან დიდი და მაგან მომცა ზუსტად мотивация რომ ყველაფრისგან მიუხედავად მაინც გადამეღო ვიდეო რახან ეს მიკროფონი არც თუ ისე კარგია და დარბაზში ამის გამოყენება როგორც გავტესტე არ არის თლად სახარბიელო ასეთი ვიდეოების დროს გამოვიყენებ ხოლმე მიკროფონს ისე ვეცდები რომ ვიდეოში საუბარიც იყოს მთელი დღეს რუტინა და ვარჯიშს სიმღერებს დავადებ თუმცა ამ სიმღერებს კოპირაითედება ზოგს ამიტომ სიმღერებიც სამოსარჩევია და ასე შემდეგ რა მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ყველაფრისთვის და პირველ რიგში ჩემი გაბედნიერებისთვის რა თქვენც ასე ბედნიერები ყოფილიყავით როგორც მე გამაბედნიერეთ თავარი რაც უნდა მეთქვა ის არის რომ დარბაზში ცადე ჩაწერა და ხმა იცმოდა ცუდად ამიტომ გადავწყვიტე რომ გავახმოვანო ვიდეო შევჭამ და გავახმოვანებ ვიდეოს რომელსაც თქვენ უკვე უყურებთ პირველ ვარჯიში გვექნება ფეხის გამშლელი და შემტანი მეორნაირად პახებს რო ეძახიან აი ეგ ეს გვექნება სუპერსეტი განახეთ ახლა და პახები ამას ვაკეთებთ 5 მისვლას ფეხის გაშლას ვაკეთებთ 12 გამეორებას პახებს ვაკეთებთ 20 გამეორებას მე გავაკეთე 5 გამეორება, ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. შემდეგ ვარჯიში გვაქვს ბულგარულები. ბულგარულებში ფეხის დადება მე იცით სწორად. იმიტომ რომ ანაობთ ხოლმე როდესაც ბულგარულებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ რთულია მოძებნოს ზუსტი პოზიცია. როგორც ხედავთ, ორივე ხელში მიჭირავს წონა. ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის, თქვენ შეგიძლიათ ცალ ხელში დაიჭირდეთ.
ძალიან ძიმე წონის აწევა არ არის საჭირო. იმიტომ რომ თუ ტექნიკა გაგიფუჭდეთ და ვერ გააკეთეთ, აზრი არ ექნება მოძრაობას. ამიტომ ისეთი წონა, რომელსაც კარგად დაამუშავებთ. 12 გამეორება ორივე ფეხზე. ესაც 5 მისვლა. გამინდოდა რომ მეთქვა. ცოტა რთულია გადაგება, იმიტომ რომ მარტო ვიღებ. თანცილ უფრო არ გავცივდე, ესე გავაკეთო რა, ყველაფერი. თან გადაგება, თან ვარჯიში ცოტა რთულია. ამიტომ მაპატიეთ ამ არც ისე კარგი ვიდეოსთვის რა. შემდეგი ვარჯიში გვაქვს უკვე ჭაჯდომი. ჭაჯდომს ვაკეთებთ 4 მისვლას. 12 გამეორებას. თუმცა აი წონას ვიღებთ, აი იმე როგორ გითხრათ. აი წონას ვიღებთ ისეც, რომ თითქმის უკვე ვერ შევძლოთ რა. 12-ზე მეტი უკვე ვეღარ უნდა შევძლოთ. 12-ზე მეტი გამეორებად. თან ახლა მე რაღაცა ვშრები, ცოტა უფრო რთულია. მოხდების პონჩი. ფეხები ახლოს მაქვს როგორც დაგვედით, იმიტომ რომ დღეს მაქვს წინა ფეხის დღე, ძირითადად მარტო კვადრიცეპს ვტვირთავ და მაგიტომ 4 მისვლა გვექნება, ეს 12 გამეორება. რაც შეეხება იმ სირბილესაც კისერზე მადევს. ეგ მადევს იმიტომ რომ ტრავმა მაქვს ტრაპეციის. და 60 კილოზე მეტს, რასაც ვიდებ ხოლმე, ეგრევე ტრაპეცია მტკივდება და ტრავმა მახსენებს თავს, ამიტომ ეთე ეგეც რა იცოდეთ. შემდეგი ვარჯიში გვაქვს უკვე ლექ-პრესი. ლექ-პრესი გვაქვს 5 მისვლა, 15 გამეორება. მე ვაკეთებ ცალი ფეხით. რადგან ასე უფრო კარგად ვზნობ, ასე ვთქვათ. თან წონებიც შედარებით უფრო მყოფს. რაც შეეხება ფეხის მოხრას. ფეხს, არ ელოდოთ რომ ფეხს, როგორც ჩვეულებრივ ლექ-პრესში ორივე ფეხით აკეთებთ ხოლმე, ისე მოხრით ამასაც, იმიტომ რომ ცალი ფეხით რთულია მოხრა. და რასაც ხედავთ ვიდეოზე, ეგეც ნორმალურია რა, თქვენი ანატომია თუ გაგიშვებთ უფრო მეტად რომ მოხარით, მაგაზე პრობლემა არ არის. მე არ მიშვებს ჩემი ორგანიზმი, ჩემი სახსები არ მაძლევს მაგის საშუალებას და მე ვეღარ ვხრი მეც. 5 მისვლა, 15 გამეორება ესეც. და როდესაც ვაწვევით ლექ-პრესს, შევეცადოთ ქუსლით მივაწვეთ რა, რომ მეტი კონცენტრაცია მოახდინოთ და უფრო მეტი ჩაღრმავებები და უფრო მეტი კავშირი გქონდეს კუნთთან, ასე ვთქვათ.
შემდეგ ვარჯიში გვაქვს ისევ ფეხის გამშლელი, თუმცა ამ შემთხვევაში ფეხის გაშლა გვექნება 6 მისვლა. ზედიზედ მივალოთ ამ 6 მისვლას შესვენება გვექნება 20 წამი ყველა მისვლებს შორის. 20 წამი გვექნება შესვენება და გავაკეთეთ 6 მისვლას ხო როგორც ითხარით. ეს ჩათვალეთ არის ერთი სწრაფი სეტია რა. დაგჭირდება 3 წუთიც არ გჭირდებათ რომ ეს სეტი მოვარჩიოთ მთლიანად. დაახლოებით მაგდენი. მე რამდენი ვარჯიში აღარ დამითვლია. გვაქვს ფეხის მომხრელი. ფეხის მომხრელი ფეხის ბიცეპსი. მაგ ხოლმე შაბათობით. ამიტომ დღევანდელ დღეს მხოლოდ ვფამფავ. შემყავს სისხლი რა. სასწავლად იმეწონებსაც არ წევ. და ვცდილობ რომ კონცენტრირებულად, სტაბილურად ავწიო ნორმალური წონა. და ვფიქრო იმ კუნთზე რომელსაც ვაკეთებ და კავშირი დავაყარო მასთან. წვევების გაკეთებას ვაპირებდი. თუმცა ისე ვიყავი, რაღაც უცნაურად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ვერც გრძნობდი დიდად ფამს ფეხებზე რა. ვიზუალურად კი ჩანდა, ვიდეოშიც ნახავდით, მაგრამ შეგრძნება განსხვავებულია. საუბრობთ იმიტომ რომ ნახშირწყალი არ მაქვს. ნახშირწყალი ცოტა მაქვს. მაგის გამოც. ორგანიზმი გამოფიტულია უკვე რა. ბოლოთვია დარჩენილი. ასე რომ ეს იყო ჩემი ფეხის ვარჯიში. მადლობა თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.